მაგრამ კომუნიკეში, რომელიც სამიტის შედეგად გამოქვეყნდა, სულ 5 მუხლია, თუ 5 პუნქტია და ძირითადად ყველა პუნქტი ეხება თავდაცვის ხარჯების ზრდას, რომელზეც დიდი ხანია მიდის საუბარი თავის დროზე. პირველი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს ტრამპმა დასვა ეს საკითხი და ეხლა გაგრძელდა. მაგრამ დღეს განსაკუთრებული მდგომარეობა ნატოს რეგიონში, ასე რომ ვთქვათ, საომარი მოქმედებები მიდის. აი ამ დეკლარაციაში კომუნიკეში რუსეთი მთავარ საფრთხეთ არის პირდაპირ მოხსენიებული და ასევე უკრაინის მიმართ მხარდაჭერის გაგრძელებაზეც არის პირდაპირ საუბარი და ეს რადგან მთავარი საფრთხეა არა მარტო უკრაინისთვის, არამედ ფაქტობრივად ხაზგასმა იმაზე, რომ ეს არის ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის არის მთავარი პრობლემა რუსეთი, ამიტომ საჭიროა მზადება და ამ მზადებას სჭირდება ფინანსები, სჭირდება რესურსები და და ეს 10 წლიანი გეგმა, ხო? ეხლა 5%-მდე აპირებენ ამ 10 წლის განმავლობაში გაზარდონ, მაგრამ რეალურად ესეთი სწრაფი ეს ტემპი ვერ იქნება, ხო? სადღაც 3.5%-ით GDP-ს დაიწყებენ და 2029-ში აპირებენ, რაც წერია ყოველ შემთხვევაში ძალიან მცირე დოკუმენტში, ხო? ესეთი პატარა ტექსტი მე არ მახსენდება ბოლო წლების განმავლობაში, შარშანაც კი გაცილებით უფრო მეტი იყო, ხო? ბევრი იყო ასევე, აი წლევანდელი ტექსტი არის თავიდან ბოლომდე ნატოსთან დაკავშირებული, თვითონ ალიანსის შიდა საკითხებთან, შიდა მდგრადობასთან, მედეგობასთან, მის აღქმასთან, როგორც თავისი საკუთარი შესაძლებლობების იმისთვის, რომ გაუმკლავდეს გარეთ არსებულ საფრთხეებს, ხო? ანუ ამით გამორჩეული ტექსტიც არის და ძალიან საინტერესოა. რეალურად დღეს არის მთავარი, რომ ეს ყოველდღიურ რეჟიმში ვმართოთ რუსეთიდან წამოსული აგრესია და ტერორიზმი, ხო, რომელიც ასევე რუსეთის აგრესიასთან ერთად და საფრთხესთან ერთად მეორე წინადადება არის ტერორიზმი. და შემდეგ და ერთ-ერთი პუნქტი, მე მგონი მესამე პუნქტი, სწორედ ამით კიდევ ერთხელ გამეორება ალიანსის მთავარი ღირებულებების და მიმართულებების, ეს არის შეკავება და კვლავ მილიტარიზაციის გზით შეკავება, ეს არის კოლექტიური უსაფრთხოება, კრიზისების პრევენცია და მართვა, ხო? აი ამაზე არის ძირითადი აქცენტი გადატანილი.